სტიქიის შედეგად დაზარალებული ლეთოდიანების ოჯახი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მოინახულა. ძლიერმა წვიმამ 13 იულის სახლის კედელი ჩამოანგრია. ოთახში ამ დროს ოჯახის არც ერთი წევრი არ იმყოფებოდა, რადგან დაბზარული კედელი ჩამონგრევის პირას იყო და მათ ცხოვრება პირველ სართულზე ორ ოთახში უწევდათ. ოჯახი უსახსრობის გამო სახლის შეკეთებას ვერ ახერხებს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაათვალიერა შექმნილი მდგომარეობა და დაზარალებულს დახმარებას დაპირდა. მოინახულეთ თამარ-მეფის 87-ში მდებარე ლეთოდიანების ოჯახის საცხოვრებელი სახლი, რომლის ერთი კედელი ჩამოინგრა 12-13 ივნის განვითარებული ძლიერი წვიმის შედეგად. უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, რომელიც აშენებულია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-20 საუკუნის დასაწყისში, არის სავალალო მდგომარეობაში და შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი შემთხვევები შეიძლება მომავალშიც გამეორდეს, ამიტომ ქალაქს სასწრაფოდ ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და საბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ოჯახს, მას შემდეგ რაც შედგება საბამისი დოკუმენტები, ან დაითვლება ზარალი, ჩვენ სოციალური მუხლით არსებული წესებისამისად გავუწევთ დახმარებას და დავეხმარებით აღნიშნული სახლის შეკეთებაში. აუდიტის დასკვნა წარმოადგენს, რაც უფრო ახლა საბუთებს ბევრი არ დასჭირდება ალბათ საბუთების მომგროვებას და რაც უფრო მალე წარმოადგენს საბუთებს უმოკლეს დროში იქნება დახმარება იმათი მხრიდან და ეს შეპირება იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.